ახლავე მორჩი ბევრ ფიქრს. ფიქრი აი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი ფიქრი გაღარიბებს. რამდენი ხანია ფიქრობ ბლოგის დაწყებას? შეიძლება ავეჯის სფეროში იყო, შეიძლება პედაგოგი იყო, შეიძლება ფსიქოლოგი, შეიძლება ფიტნეს სფეროში იყო და ფიქრობ, აი ახლა უნდა დავიწყო რილსების გადაღება, რომ მეტი კლიენტი მოვიზიდო და რამენაირად შემოსავალი გავზარდო. რომ ჩემ შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს, მაგრამ უცბად კი, მაგრამ ახლა იდეალური კამერა არ მაქვს. მოდი ჯერ კამერას ვიყიდი. მიკროფონი არ მაქვს, მოდი მიკროფონს ვიყიდი. მე კი მიკეთე ახლა მიკროფონი, მაგრამ გეტყვი, საითკენ მივყავს. ლამაზი სახლი არ მაქვს. მოდი ჯერ ლამაზ სახლში გადავალ და მერე დავიწყებ. კარგი, კამერა იყიდე, მიკროფონი იყიდე. მაგრამ აი კარგ სახლში ჯერ ვერ გადახვედი. მოდი აი კამერა, მიკროფონი გააქვს. აი ლამაზ სახლში რო გადახვალ, მერე უცბად მოგინდება ბოლო აიფონი, ან ბოლო კამერა. მერე მაგასაც იყიდი. მერე მაგას რო იყიდი და ყველაფერი გექნება, მერე იტყვი რომ დღეს არ არის იდეალური დღე, იმიტომ რომ ხასიათზე არ ხარ. ანუ ამდენ ფიქრს ჯობია ესე აიღო კამერა. აი ესე აიღო კამერა. აიცო? აი მონტაჟის გარეშე პირდაპირ. აი ესე წამოხვიდე. გადავიღო ფისოს. და თან ილაპარაკო შენ სფეროზე. სადაც რომელ სფეროშიც არ უნდა იყო. მე ახლა კი მიკეთია მიკროფონი, კი ვიღებ ბოლო აიფონით, მაგრამ მე დავიწყე iPhone 11-ით და მიკროფონი ვიყიდე ბლოგის დაწყების შემდეგ 4 წელიწადში. მიკროფონის garaშე ვაგროვებდი მილიონობით ნახვებს. ჯამში ყოველთვე, მაგის მერე 3 მილიონ ნახვაზე ნაკლებს არ ვაგროვებ, ყოველთვე ყველა ვიდეო რო შეაგროვო ჯამში ყოველთვიურად. პროფესიონალური კამერა არასდროს არ მქონია. ვიღებდი ძალიან ხშირად უხასიათოდ, ანუ საერთოდ ეხლაც არ მაქვს, ცოტა ისე ვარ დღეს მეზარება გადაღება, მაგრამ მაინც ვიღებ ამ ვიდეოს. საერთოდ დღეს დასვენების დღე უნდა მქონოდა, მაგრამ ისე რა საკეთებ? ხო და დღეს დასვენების დღე უნდა მქონოდა. აი გადავწყვიტე, გადამეღო. დალაგებული იქნება სახლი თუ რაღაც მიგდებული იქნება, ეხლა კი არა მაქვს, მაგრამ ეგ დავმალე ჩემოდანი. აი აქ. აჰა, გამოვაჩენ. აჰა. გამოვაჩენ. აი ესე მიგდებული მაქვს, აქეთ არის ფისო. ხო და უბრალოდ გაჩიტე კამერა, დაიწყე გადაღება. ანუ ამას შენს ნაცვლად არავინ არ იზამს. დღესა ყველაზე მარტივი, გახდე პოპულარული და შენს შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა. შეიძლება ამაზე მაგარი დრო აღარ იყოს, ეს გავოდიდე ბოდიში. ამაზე მაგარი დრო შეიძლება აღარ იყოს, რა იცი რა ხდება მსოფლიოში. შენ კიდე გამაზავ ძალიან მაგარ შანსს. ხო. აი ესეთი ვიდეოები, რომელსაც ქვია RAW, მშრალი ფორმატი, სულ მალე გახდება ტრენდული. ყველაზე ტრენდული. და წარსულს შეიძლება არ ჩაბარდეს, მაგრამ ისეთი პოპულარული აღარ იქნება ეს ზე მაგარი აგრესიული მონტაჟი, ხო იცი? ჩუ და რაღაცები რო ხდება. არა, იქნება ზუსტად აი ამ ავტომატიზაციის და რობოტების ეპოქაში, აი ეს უშუალობა მოდაში. ანუ უფრო და უფრო მარტივდება საქმე. შენ კიდე ფიქრობ, ან თუ დაიწყე, რატომღაც არ აგრძელებ, იმიტომ რომ ხასიათზე ხარ დამოკიდებული. დღეს გრძნობ, რომ არ ხარ ხასიათზე, ხვალ შეიძლება იყო ხასიათზე, ზეგ ისე ვარ იყო და ბლოგი ესე არ გეცდება. ბლოგი არის დისციპლინა.
და ყოველდღე თუ არ ჩანხარ, ნდობა შენს მიმართ არც თუ ისე მაღალია. და იმისთვის რომ ნდობის კრედიტი აიმაღლო სხვის თვალში, შენ უნდა ჩანდე ყოველდღე უმჯობესია რამდენჯერმე დღეში. თუ რამდენჯერმე დღეში არ შეგიძლია, კვირაში 3-ჯერ დაიწყე ვიდეოების გადაღება. და როგორც გითხარი, მნიშვნელობა რა აქვს, რომელი სფეროა, შენ უნდა გიცნობდნენ არა მხოლოდ როგორც ექსპერტს, რომელიმე სფეროში, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც გრძნობები აქვს, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება აქვს, რომელიც თან სეირნობს, თან კატას ეფერება, თან თავისი ჰობი აქვს, მასაჟს იკეთებს, რუჩს იღებს, ან მნიშვნელობა რა აქვს. შენ უნდა ჩანდე. რაც უფრო ხშირად ჩანხარ, მით უფრო მეტად თბება ცივი აუდიტორია შენს მიმართ და ეგ ცივი აუდიტორია ხდება თბილი აუდიტორია. თბილი აუდიტორია თუ ყავს, რასაც არ უნდა ყიდდე, შენ ამას გაყიდი. თუ ვერ ყიდი, ესე იგი პირველი ვერათფობ ცივ აუდიტორიას, მეორე გრცხვენია გაყიდვის და გრცხვენია ფულის შიში გაქვს და ამაზე ცალკე უნდა იმუშაო. ერთია ჩანდე ვიდეოებში, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ჩანს და ჩემზე ბევრად მეტ ნახვას აგროვებს, ბევრად მეტი ყურადღება აქვს, ბევრად მეტი სიყვარული პატივისცემა აქვს სხვების მიმართ, მაგრამ იმის, ანუ წარმოიდგინე თითო ვიდეოზე შეიძლება მილიონობით ნახვები ქონდეს, მაგრამ არ იცის ეგ ფულში როგორ გადააქციოს, როგორ გაყიდოს თავისი პროდუქტი ამ ნახვებიდან, ანუ ხო გააჩნია ვინ უყურებს, თუ მიზნობრივი აუდიტორია უყურებს შენს ვიდეოს თან მილიონობით ადამიანი, უეჭველი უნდა გაყიდო, აქედან 2% მაინც უნდა იყიდოს შენი პროდუქტი. თუ არავინ არ ყიდულობს და არაფერი გასაყიდი არ აქვს, ესე იგი გეშინია ფულის, გრცხვენია, გაყიდვის და ამის გამო პარალელურად გიწევს მუშაობა და ეს შენთვის ძვირად ღირებული ჰობია, სადაც არის ყველაზე მთავარი რესურსი ჩადებული, ყურადღება. ბევრ ადამიანს ვიცნობ ეგეც, სამწუხაროდ, თანაც საქართველოში, სადაც გაყიდვა დღემდე ტეხავს, ფული არის ხელის ჭუჭყი და რას ვიზამთ? შენ მთავარი მიზანი არა მხოლოდ ყურადღება, უნდა იცოდე ეს ყურადღება როგორ გადააქციო ფულში. მაგალითად, ხარ ფიტნესის სფეროში. მოიზიდე ყურადღება. ასწავლე შენს მაყურებელს სწორი ვარჯიში. მაგალითად. და ბოლოს უნდა უთხრა, თუ გინდა ინდივიდუალურად შენთან ვიმუშაო, მომწერე პირადში ინდივიდუალური ვარჯიშისთვის. და მაგ ინდივიდუალურ ვარჯიშს დააწესებ რაღაც თანხას და ამაში აიღე ფულს. თუ ჯერ ნიშა არ გაქვს არჩეული, მერე რა მაინც დაიწყე პროცესში უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაგალითად, რავი, ჩემო მოსწავლეებმა არ იცოდა ჯერ რა უნდა გადაეღო, უბრალოდ დაიწყო გადაღება, გადალახა კამერის კომპლექსი და მერე აირჩია ნიშა. პროცესში მოვიდა იდეა და ეხლა უკვე იმდენს შოულობენ ჩემი მოსწავლეები, რომ გითხრა, მაინც არ დამიჯერებდა, ჯობია არ გითხრა. ჯობია არ გითხრა. და ეს არ მოხდება და არასდროს, რომ არ გადაელახათ კამერის კომპლექსი. თუ კამერის კომპლექსს ვერ გადალახავ, შეგიძლია რა თქმა უნდა სახის გამოჩენის გარეშე საკეთო, მაგრამ რამდენი ადამიანისგან გაქვს ნაყიდი პროდუქტი ან სერვისი, ვისი სახეც არ ჩანს, მაგრამ მუდმივად აქტიურობს სოციალურ ქსელებში. კი, გექნება ნაყიდი, მაგრამ ალბათ 100-დან 1 შემთხვევაში. და ვისი სახეც ჩანს 100-დან 80% შემთხვევაში ყიდულობ. იმიტომ რომ სახე ყიდის. შენი მედი არის სახე. პერსონალური ბრენდი არის სახე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შეგიძლია დღეს ჩამოაყალიბო. სახე ჩანდეს, მერე ისწავლო აზრების გადმოცემა კამერაზე, ჩამოყალიბება შიშის და კომპლექსების გარეშე და შემდეგ უკვე შენი პროდუქტის შეთავაზება ცივი აუდიტორიისთვის. როგორც კი ეს უნარები გექნება, კრიზისი იქნება, ინფლაცია იქნება, დეფლაცია იქნება, შინფლაცია იქნება, მნიშვნელობა რა აქვს. შენ გექნება იმის უნარი, რომ გამოძვრე ნებისმიერი ორმოდან.
უბრალოდ დააძრე, აი ნახე, რას ვაკეთებ ახლა. მაქვს iPhone 17 Pro, ეხლა რო iPhone 11-იც მქონდეს, იგივე ვიდეო გამოვიდოდა თითქმის, ძალიან მაგრად იღებს ეგეც, 350 ლარად შეგიძლია მაიმარკეტზე ნახო. ეს რატო დაიზუმა? მერე ხო, შეერთებული მიკროფონი ესა ჩემი განათება არ არსებობს ამაზე მაგარი განათება. ეს არის მზე და ესე არ უნდა იდგე. ჩაბნელებული ვარ ახლა. უნდა იყო ფანჯრის მოპირდაპირ მხარეს. უფასო ყველაზე მაგარი განათება. არ არსებობს რომელიმე პროფესიონალურმა განათებამ აჯობოს მზეს. და აი ესეთი შტატივი. რომელიც Amazon-ზე ვიყიდე, საქართველოში ყრია 30 ლარებად, 20 ლარებად გაჩნია ხარისხს. ძალიან მაგარი ხარისხი თუ გინდა, Amazon-დან შეუგვეთე, მაგრამ მანდას თუ დაგეწყო პერფექციონიზმი და მოდი ეხლა მე ჯერ დაველოდები, სანამ Amazon-დან ჩამომივა ეს და მე დავიწყებ, მაშინ არ გინდა პირდაპირ ხელით ასე დაითრიე, ხელი იყო შენი შტატივი და დაიწყე საუბარი. პერფექციონიზმი გაღარიბებს, ბევრი ფიქრი გაღარიბებს, მოქმედება ხდის თავდაჯერებულს. მოქმედება აკეთებს იმას, რომ შენი ოცნებები ახდეს. დღეს ყველაზე მთავარი მოქმედება არის ხშირად ჩამდე ვიდეოში. მერე, როდესაც უკვე დაამუღამო კამერას გადალახავ, უნდა დაიწყო გინდ მიმიკები, ანუ facial expressions როგორ არის. სახის გამომოტყველების დამუღამება ემოციის მიხედვით, სხეულის ენა უნდა ჩართო, რომ უფრო და უფრო საინტერესო იყო აუდიტორიისთვის. ნახვებს თუ არ აგროვებ, შეიძლება ამ ვიდეომას არ დააგროვოს ნახვები, მაგრამ კიდია, იმიტომ რომ მე ორიენტირებული ვარ ყოველთვის რაოდენობაზე. ხარისხზე ნაკლებად, რა თქმა უნდა, ორივე დროც არის კარგი, მაგრამ უფრო მიყვარს აი ბევრი რაოდენობის გაკეთება. და ბევრ რაოდენობაში ახლა 50-60 ვიდეოს როდებ ყოველ თვე, უფრო მეცაც ხანდახან, ახლა დავამატე YouTube-ი, გრძელი ვიდეოები, რომ უფრო გავათფოცები აუდიტორია ჩანს მიმართ. ნუ შანსი არ არის ჯამში, ანუ ერთი ვიდეო 2000, მეორე ვიდეო 2000, გადაამრავლე 60-ზე, მერე 10000, მერე 20000 და ერთად გროვდება ყველა Excel-ში, TikTok-ი, Facebook-ი, Insta, YouTube-ზე 3 მილიონი 5 წლის განმავლობაში. შეიძლება თითო ვიდეომ ბევრი არ დააგროვოს, მაგრამ ჯამში ყველა ერთად მაგრა დაგროვებს. რაც შეეხება ამ ყველაფრის შესწავლას, უკვე მესამე წელია მე და ჩემს მეუღლელისოს გვაქვს ონლაინ პროგრამა, რომელსაც ქვია კონტენტის დიდოსტატი, რომელიც პირველი ფსიქოლოგიურ მომენტებს გასწავლის, როგორ გადალახო და რა ნაბიჯები უნდა გაიარო იმისთვის, რომ გადალახა ეგ კამერის კომპლექსი ერთხელ და სამუდამოდ, საჯარო გამოსვლის შიში, ნუ ეხლა ადამიანები არ არიან ჩემს ირგვლივ, მაგრამ ეხლა რომ ადამიანები იყვნენ, მაინც ჩავწერდი ამ ვიდეოს უფრო მეტი მოტივაციითაც კი. ეხლა RAW ფორმატი წამოვიდა მოდაში და გირჩევ ნაკლებად დაამონტაჟო ვიდეოები, ამ ვიდეოსაც არ დავამონტაჟებ, იყოს, რომ ნახო, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ხანდახან ვერ ვაბამ ამ წინადადებებს ერთმანეთს სწრაფად. თან კარგია ორატორული ხელოვნებისთვის, ერთ დუბლში ბევრი წინადადების თქმა და მეც ვივარჯიშებ ამ ვიდეოთი. მერე დამონტაჟება პირდაპირ ტელეფონით, არანაირი კომპიუტერი არ გჭირდება, მაგასაც სწავლობ ვიდეოს დაგეგმვას, პირველი 3 წამით დახუქვას შენი მიზნობრივი აუდიტორიის, რომ არ აქვს სკროლონ და დარჩნენ და ბოლომდე გიყურონ. და ყველაფერი იმისთვის, რომ დაითრიო შენი მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღება, გასცემას სასარგებლო ინფორმაცია, რომ მოგისმინოს ბოლომდე და ბოლოს უნდა იცოდე ეგ მაყურებელი შენს კლიენტად როგორ აქციო. იმისთვის, რომ ვიდეოს გადაღება არ იყოს როგორც ბევრი ქართული ბლოგერისთვის ძვირადღირებული ჰობი. არამედ ამით მართლა გამოიმუშაო თანხა. იმ შემთხვევაში თუ გაქვს ბიზნესი, თუ ბიზნესი არ გაქვს, ნუ ძვირადღირებული ჰობი იქნება, უბრალოდ ნახვებს დააგროვებ, შეიძლება ვიღაც გამოჩნდეს სპონსორი, გადაგიხადოს რაღაც ფული
მაგრამ ეს იქნება ძალიან არასტაბილური და ნაკლები мотивაციით გააკეთებ ვიდეოებს. როდესაც შენი პროდუქტი გაქვს, ამას როცა ყიდი, უფრო მეტი мотивაცია გაქვს ჩაწერო, რომ უფრო მეტ ადამიანს გააცნო ეგ პროდუქტი და უფრო მეტი გაყიდო. და მე ფული გაძლევს უფრო მეტ мотивაციას, რომ უფრო მეტი ფული იშოვო. თავარი არ გეშინოდეს ამ ფულის. თავარი შეიყვარო ფული, შეიყვარო ყურადღება და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. რატომღაც იზუმებოდა და თურმე ამით შემიძლია ვაკონტროლო ზუმი, ნახეთ. შემდეგ უკვე გამორთო, ძალიან ახლოს ჩანს ალბათ ჩემი სახე. სულ ეს არის დაიწყე გადაღება, კონტენტის დიდოსტატის კურსი თუ გაინტერესებს, Instagram-ზე მომწერე სიტყვა კონტენტი. ეგ ჩემი ასისტენტები, ძალიან მაგარი ბიჭები მყავს, გაგაცნობენ ყველაფერს და მენტორობაც თუ გაინტერესებს ერთ-ერთზე ჩემთან მუშაობა უფრო მაგარი შედეგისთვის, მაგ დეტალებსაც გაგაცნობენ, უბრალოდ მოგწერე რა გაინტერესებს კონკრეტულად და ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვით. Instagram-ზე მომწერე ან Facebook-ზე ლინკები იქნება, სადაც არ უნდა ხედავდე ამ ვიდეოს, უყურებდე ამ ვიდეოს, მომწერე სიტყვა კონტენტი, კონკრეტულად რა გჭირდება ამ ეტაპზე და დანარჩენი გავაგრძელოთ მანდ. დაიწყე გადაღება.